მოგესალმებით ყველას ჩემო ძვირფასებო, მოგიკითხავთ სულ ყველას დიდი სიყვარულით, როგორ ვართ, აბა ხომ ვართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად. ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძვირფასებო, თითოეულ თქვენთაგან ჩემი არხის გამოწერისთვის, როგორც YouTube-ის, ასევე TikTok-ის. თითოეულ გამომწერს დიდი მადლობა. ადამიანები, რომლებიც კომენტარს მიწერთ, ადამიანები, რომლებიც მელაიქებთ თითოეულ ვიდეოს, არიზარებთ არც იმ კომენტარს, არც იმ ლაიქს და თქვენ მნიშვნელოვან დროს აკლებთ, თუნდაც იმ ერთ წამს და იმეტებთ ჩემთვის ამისთვის. ძალიან დიდი მადლობა ყველას ჩემო საყვარლებო. ჩემო ძვირფასებო, YouTube-ის არხზე, როდესაც ვიდეოს ვტვირთავ, ვიდეო, როდესაც სრულდება და კომენტარში ნომერს ტოვებ, WhatsApp Viber-ზე შეგიძლიათ მომწეროთ, ხოლო TikTok-ზე ვინც ახართ, ჩემო საყვარლებო, ძალიან გთხოვთ მომწეროთ პირადში, მე იქ ნომერს ავდებ და მე თვითონ დაგამატებთ WhatsApp Viber-ზე. ეს ინფორმაცია რაც მინდა და მეთქვა. მოკლედ, კიდევ ერთი ინფორმაცია ჩემო ძვირფასებო, ვისაც გვეჩქარება სიტუაციები და ხედავთ თქვენ თვითონვე დაგრძნობთ, რომ საჩქაროა მესამე პირთან ბრძოლის სიტუაცია, ასევე პარტნიორთან რაღაც დაულაგებელი სიტუაციები გჭირდება, თუნდაც ჩახსნები, წმენდები, დაცვა, ხო? რაც შეგიძლიათ მალე და დროულად მომმართეთ. აი ხა დღეს დაემატა კიდე რამდენიმე ადამიანი და ეგ მითხრა ზუსტად, რომ ვიდეოში მოვუსმინეთო და მაგიტო ვიჩქართ, ანუ ფიზიკურად მე 15 ივლისიდან 15-ში არ მივდივარ ზუსტად, მაგრამ მე 15-ში ყველაფერი მოგვარებული უნდა მქონდეს, იმიტომ რომ 20-ში უკვე გავდივარ ქალაქიდან და მეც ხომ მჭირდება ის რამდენიმე დღე, ხო? გამზადება მჭირდება, რაღაც მჭირდება, ეხა ესე ხო არ არის. ამიტომ ამ ყველაფერსაც დრო ჭირდება, იმიტომ რომ თითო ლოცვიდან მეორე ლოცვაში შუალედებია 3-4 დღე. ამიტომ ასე მარტივად არ ხდება, რომ წკაპ ესე დაიქნიოთ ხელი და დღეს მინდა ეს კაცი და ჩქარა და არა. მაგისთვის შეგიძლიათ შავ მაგიას მიმართოთ, კი ბატონო, მეორე დღეს დაგიბრუნებენ შავი მაგით, მაგრამ ერთ კვირაში მაინც წავა პარტნიორი. ამიტომ ვინც კანონით, ვინც ასე ვთქვათ, ჯანსაღად, ვინც სწორად ვუდგებით თითოეულ საკითხს, ჯობია რომ დროულად დავიწყოთ მოქმედება, იმიტომ რომ ნახეთ რა მომენტია, ესეთ შემთხვევა იყო, რამდენიმე თვის წინ უთხარი ამ გოგონას, ეხლა დამირეკა, რამდენიმე დღის წინ, ოღონდ საერთოდ სხვა რაღაცები გაუკეთა, აი ეს ბიჭი არ მობრუნდა, უარეს დაემართა, ამიტომ მე ხელი არ მოვკიდე ესეთ საქმეს. ადამიანებს, რომლებსაც უკვე რაღაცებს თქვენით მახინაციებთ, უკეთებთ და რაღაცა მაგიებს მიმართავთ, ხო, ესეთ ხალხმა არ მომმართოთ, ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ ჩვენ არანაირ მაგიას არ ვაკეთებთ, პირიქით ადამიანს ვეხმარებით, ხსნით ამ სიტუაციიდან, ამ მდგომარეობიდან და ვათავისუფლებთ აი ამ ტალახიდან. მოკლედ, ეს ინფორმაცია რაც მინდოდა მეთქვა. ეხლა ძალიან საინტერესო ვიდეო მე ვფიქრობ და მეც თქვენთან ერთად უნდა ჩავიფიქრო. ადამიანი რეალურად რას გრძნობს თქვენთან დაკავშირებით. აი რეალური ფიქრები, რაც აქვს და გრძნობები. ოღონდ მაინც გრძნობები, ფიქრები უფრო არა. რა თქმა უნდა, რაიდერსაც გამოვიყენებ და აუცილებლად ნახავთ. განსაკუთრებულად დამავიწყდა მემაპატიეთ ჩემო იმიგრანტებო, ჩემო ძვირფასებო, ჩემო საყვარლებო. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს მადლიერებისთვის, რასაც ჩემს მიმართ იმეტებთ და მეც მაქსიმალურად როგორც შემიძლია, რა ვიცი, მე მგონი რომ შეძლების დაგვარად ვიცი, რომ ხშირად ვერ პასუხობ, ვერც არებს და ვერც მესიჯებს, მაგრამ მე როგორც კი შემიძლია ხოლმე მაშინვე ვცდილობ გავცე ყველას პასუხი. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ყველა ემიგრანტს განსაკუთრებული მოკითხვა ჩემგან, მიყვარხართ ძალიან და გაფასებთ. მოკლედ, კიდე რაღაც მინდოდა მეთქვა, ალბათ გამოხსენდება, მე მოდით დავიწყოთ ჩვენი საჯარო კონსულტაცია. დღეს ესე სადად შემოგიერთდით ყოველგვარი, ანუ აქეთ ჩემ თავს გამოვედი და რაღაცა ესე მეტი არაფერი არ მინდოდა, თითქოს მარტო სიყვარულის ქანდაკება და სანთელი. მოდით ვნახოთ სიტუაცია. თქვენს შორის რა იყო მისი გრძნობები, რეალური გრძნობები. ასევე კიდევ ერთხელ მისი რეალური გრძნობები. და მესამეჯერ კიდევ მისი გრძნობები. ნახოთ. რა თქმა უნდა, რჩევას დავდებ ბოლოში აქ. აღარ მეტევა,
ანუ სამჯერ უნდა წავიკითხო გრძნობები, მხოლოდ გრძნობებს განვიხილავ დღეს. ხო, ვაი რა მინდოდა მეთქვა მოსწავლეებზე. გუშინ დამემატა კიდე ერთი საყვარელი ქალბატონი ემიგრანტი მოსწავლე. ამიტომ ძალიან გთხოვთ, კიდე მყავს მის გარდა 3 მოსწავლე, ტაროს შესწავლაზეც კიდე. ვინც, ანუ მე რო შუაში დამირეკოთ არა. რამდენიმე ვიდეოა ვიცახი, რომ ივლისის 15-დან აგვისტოს 5 რიცხვამდე მე ფიზიკურად ვერანაირად ვერ ვიქნები ვერავისთან კონტაქტზე სწავლებას და წმენდებს და მოხსნებს რაც შეეხება. კონსულტაციები მექნება, ოღონდ ვერ დაგპირდებით, რომ იმავე დღეს და აიგრევე როგორც კი მომწერთ, ვერა. იმიტომ რომ მეც ფიზიკურად კი სასტუმროში რა თქმა უნდა კონსულტაციები მაქვს ხოლმე, სადაც ვისვენებ, მაგრამ ვერ დაგპირდებით, რომ აი იმავე დღეს ან მეორე დღეს, შეიძლება 3-4 დღის მერე. ამიტომ სწავლებად ვისაც გეჩქარებათ, აუცილებლად მოვასწრებთ, ვინც დროულად ჩემი ხმიანებით. ბოლო წუთას არ გაგახსენდეთ და თუ ტარო თქვენ რაღაცას მიგანიშნებთ, რომ სწავლა უნდა დაიწყოთ, ესე იგი ესეა საჭირო. აქ მარტო მუშაობაზე არ არის, ხა ზოგი მეუბნება, რომ აი ეს მინდა რა ქვია, ვიმუშაო ტაროთი, იმუშავებთ, ყველაფერს აქვს თავის დრო. ჯერ პირველ რიგში სამყაროს უნდა გაიცნოთ და მე ვისაუბროთ, ერთი წუთით გადავარდა. მე ვისაუბროთ სწავლა ემაზე, მუშაობაზე, ხო, ჩემო საყვარლებო, რადგან ტარო გეძახით, ესე იგი ესეა საჭირო. და აი ბოლო 3 არკანი არ დამიდია. წუთით ჩემს. და კონსულტაცია საჯარო იწყება. მე მინდა რომ თქვენი თვალით დაგანახოთ და კიდე იტყვით მე რო არაო. პირდაპირ იწყება. აი ასეთი და აი ასай გადავირი ერთ-ერთში მაგით. არ ვიცი რა ხდება. აი პირდაპირ გავგიჟდი, შეხედეთ არკანებს. ვინც იმყოფება და ვისი ურთიერთობაც პირდაპირ გეუბნებით ერთ-ერთში მაგიის ქვეშ. ეხლა ნახეთ, ძალიან გთხოვთ, ვიდეოს დროს კომენტარებში ნუ დამიწერთ ისეთ ურთიერთობაზე, რომელიც აი რაღაცა მესიჯებს არ გაცელილა. აქ მე საუბარი მაქვს გრძნობები, სადაც იყო უკვე ინტიმური ურთიერთობა. ინტიმური თუ არ იყო ჩემო ძვირფასებო, აქ ტყუილად არავინ არ დაწეროთ არაფერი. აქ არის უკვე სრულყოფილი ჯანსაღი ურთიერთობა, ვისაც ჰქონდათ და მხოლოდ სექს არ გულისხმობ. რა თქმა უნდა, შეგრძნებებით ურთიერთობებს და აი პეპლებიან ყველაფრიანად, ხო? იმიტომ რომ მარტო სექსი სხვა არის, სრულყოფილი ჯანსაღი სექსი სხვა არის, ხო? და ცარიელი მესჯები და ონლაინ როგორც გავიგე, ნუ ხო, ქონიათ ონლაინ ურთიერთობებიც, ეს საერთოდ სხვა არის. ამიტომ ნუ უყურებთ ისეთი ხალხი, ვისაც არ გქონიათ ჯანსაღი სრულყოფილი სექსი ამ ადამიანთან. მაშინ ეს თქვენი ვიდეო არ არის. ამიტომ გეუბნებით, ეს ეხება ურთიერთობას, რომელიც კარგა ხანი შეიძლება 3 თვიანი იყოს, შეიძლება 4 თვიანი, შეიძლება 1 წლიანი, შეიძლება 5-იანი, მაგრამ აქ სექსუალური ჯანსაღი, აი კარგი, არ ვიცი, საოცარი შეგრძნებების მქონე ურთიერთობა იყო, რომელიც აბსოლუტურად დაანგრია. პირდაპირ გეუბნებით ერთ-ერთში მაგია. აი შეიძლება ეხა მითხრათ, რომ ესე უცბად, აი ჯერ არ დამიწყია გაშლა, მაგრამ არკანებს აი აქ 4-იან ხმლებს, აი ამ დეპრესიას და შიშებს, მოყვება მთვარე, მოყვება 9-იანი ხმლები და ტრანსფორმაცია. აქ საერთოდ რაღაცია ლაპარაკი. პირდაპირ გეუბნებით, საერთოდ როგორ უნდა დაელოდოთ, აი ამ ვიდეოსაც კი არ უნდა დაელოდოთ, რასაც უყურებთ, ხო? და პირდაპირ გადმოხვიდეთ კონსულტაციაზე, რომ აი თუ რა თქმა უნდა შველაგინდათ ამ ადამიანს და თუ რა თქმა უნდა პირდაპირ გეუბნებით, აქ არის ურთიერთობის გადარჩენაზე ეხა მდგომარეობა. იმიტომაც მოხდა ტრანსფორმაცია, იმიტომაც დაგბლოკათ როგორც ჩანს, იმიტომაც რავი თქვენ დაგბლოკეთ, თქვენ შეიძლება დაბლოკეთ გაბრაზებულზე, მოხდა ჩხუბი, აყალმაყალი, რა ვიცი, კივილი, წივილი, ანუ ძალიან ცუდი მდგომარეობაა რა. პირდაპირ გეუბნებით. კი ბატონო, ვინც მუშაობა დაიწყეთ და იციან, მიხვდებიან, ვისთანაც უკვე მუშაობთ, აქ ჯერ დრო გჭირდება და იმიტომ
აქ კი ბატონო დაწყებულია და ძალიან კარგი, მაგრამ ვისთანაც არ არის დაწყებული. ზოგადად აი რო გრძნობთ ჩემო ძვირფასებო რომ რაღაც ხდება. ამას რაღაც უნდა ლოდინი, აი ვერ ვხვდები, მე მესმის ყველაფერი, მაგრამ ამას ფიქრი და ლოდინი რაღაცა თუ გიღირთ კაცო. თუ არ გიღირთ, უყურეთ ვიდეოს და ასკროლეთ, არც ეგ პრობლემა არ არის. და სიტუაციას რასაც უყურებ, ერთადერთი რაც დარჩა, მიუხედავად თავდაყირა სიტუაციისა, მიუხედავად აი ესეთი მდგომარეობისა, ერთმანეთის ჩახოცვისა, თქვენ როგორც ჩანს თქვენ შესაძლებელია კი ბატონო ეს ადამიანი სოციალურ ქსელში გაკვირდება, ერთმანეთს აკვირდებით სოციალურ ქსელში. არ არის გამორიცხული, რომ აქ მიწერ-მოწერა ძალიან ბევრი იყო, ლამის დახვრიტეთ, ერთი არ დაგიხვრეტიათ, მე მგონი ერთმანეთი, თორე აბსოლუტურად ყველაფერი უკადრებელი ერთმანეთს აკადრეთ, რაც ზოგთან საერთოდ არაპირიქით ძალიან ნორმალური სიტყვიერი მდგომარეობა იყო, მაგრამ აი ესეც ერთგვარად ცუდია, რომ შინაგანად რო შორდებით ერთმანეთს, ხო იცით, ანუ შინაგანი დაშორება რო არის და ამ დროს რო რეალურად თქვენი იმპერატორია. მოდით დავიწყებ იმით და გეტყვით გაშლას იმით, რომ როდესაც მე აქ უკვე ხედავ მაშინ რჩევარა არის შემეშალა მეპატიება ძალიან გადაყრილვა სიტუაციას ხედავთ ვის ეხება და აქ ამოდის ესეთი დიდებული იმპერატორი თან როგორი მკაცრი კლასიკური რაიდერის იმპერატორი ჩათვალეთ შემოსაყვარლებო რომ ერთს გეტყვით რომ არ შემცდარხართ ზუსტად და სწორად აირჩიეთ ის პიროვნება ვისთანაც ხართ და ვისთანაც კი ბატონო ეხლა მოხდა ალიაქოთი ურუმტრიალი კივილი ხოცვა ჟილეტვა და ამბავი მაგრამ კი ჩემო ძვირფასებო თქვენ არ შემცდარხართ ზუსტად ის ადამიანია ვინც უნდა იყოს და სწორ ადგილას გახართ შეიძლება ნუ ზოგმა მითხრას კიდევ ვიმეორებ აქ არ მაქვს საუბარი დასრულებულ წლების ურთიერთობაზე აქ არის საუბარი ძალიან დიდი სიყვარულის მქონე ურთიერთობაზე. ნუ გამომეხმაურებით, ნუ მხოლოდ სექსი რო გაკავშირებდათ ასეთი ადამიანები და ნუ მხოლოდ მესიჯები. ამიტომ ეს ეხება კიდევ ვიმეორებ ჯანსაღ ურთიერთობას, რომელიც ცა მოწმენდილზე ჩამოინგრა და ცა მოწმენდილზე დაინგრა ყველაფერი და გადავიდა აი ესეთ ტრანსფორმაციაში, იმიტომ რომ აქ ძალიან დიდ მაგიას უკავშირდება სიტუაცია, აქ კიდე გასარკვევია და ძალიან რთულია აი ასეთ მაგიასთან მუშაობა და გამკლავება, ხო, რომ დავაბრუნოთ შეძლებს დაგვარად დავაბრუნოთ და ამ ადამიანს დავაბრუნოთ ის ძველი რაც იყო. კარგით, ნახოთ. რას გრძნობს ადამიანი თქვენს მიმართ და ერთი-ერთში პირდაპირ გეუბნებით, რომ აქ იმხელა სულიერი კავშირი იყო თქვენ შორის. აქ ისე ავსებდით ერთმანეთს, აქ ისეთი საოცარი ემოციებთან მქონდა საქმე, აქ არც ფინანსები არ გიწყვეტდათ არაფერს. აი საერთოდ საოცრება ხალხო, ეს არის ურთიერთობა, როდესაც საერთოდ არ გვაინტერესებს სხვა არაფერი, მხოლოდ ანუ არც ფინანსები, ნუ ხო რაღაც მნიშვნელოვანი კი, მაგრამ რო არ გვიწყვეტავს, იმდენად დიდებულია ეს ადამიანი ჩვენთვის. იმდენად ბევრს ნიშნავს ეს ადამიანი ჩვენთვის და ერთმანეთისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყავით, მაგრამ სამწუხაროდ აი ამ გარემოებებმა მესამე პირი, ერთი-ერთი მიზის მესამე პირი თავიდან პირველად მოხდა ჩემ გაშლებში, აი ამდენი წლის განმავლობაში, რომ მე დასტის ფონით მივიღე გადაწყვეტილება და ვთქვი, რომ იყო მაგია. არასოდეს დასტის ფონებით მე არ ვიღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ აი ჩემი ენერგიები ერთი-ერთში გეუბნებათ, აი სანამ გაშლა დავიწყე, მანამდე გითხარით, რომ აქ ძალიან დიდი ზეწოლაა, აქ ძალიან დიდი გარემოებები მოხდა და აქ არ არის სავალდებულო მარტო ადამიანმა რამე გააკეთოს. ზეწოლის ქვეშ მოხდა, არ ვიცი რა უთხრეს, ნუ როგორც ჩანს აქ ხო კი ბატონო, ზოგს შეიძლება კი ბატონო ცოლი ყავდა გაშორებულია და პარტნიორთან ვისთანაც იყო, მერე მომინდო მაინც ცოლმა დაბრუნებები და რაღაცები, ხო, რამდენი ხდება ამ დროს თვითონ კარგად იგულავა და მერე მოუნდა ქმარი, მოდი პირდაპირ ვისაუბროთ. აქ არის საუბარი ქალბატონები, რომლებიც ქმრებთან დაშორებულები, ნუ აი აერიათ სიტუაცია და ყავდათ პარტნიორი, რომელთანაც იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ მოულოდნელად გაქრა და წავიდა. აი ზუსტად წეღან მქონდა ესეთი კონსულტაცია, აი 60 წელზე რო წავიდნენ. ამიტომ ჩემო ძვირფასებო
მესმის ყველაფერი, მაგრამ მე ვერ მოგატყუეთ. გრძნობები აქ ძალიან დიდ გრძნობებთან გვაქვს საქმე, აქ გვაქვს სიტუაციასთან, რომელიც ერთმანეთის გარეშე ვერ სუნთქავდით, ერთმანეთის გარეშე საერთოდ ნაბიჯის გადადგმა არ გინდოდათ და იცით როგორი ენერგიები მომდის, ადამიანი როდესაც მიდიოდა, ანუ თუ თქვა თქვენთან არ ცხოვრობდა, მოდიოდა და მიდიოდა, რომ როგორი ენერგია და შეგრძნებები მაქვს ნახეთ, რომ რო აღარ უნდა, ხო იცით, თქვენი სხეულიდან მოშორება, დაახლოებით ესეთი ენერგიები მომდის და უბრალოდ რო თუნდაც რო წელზე შემოიხვევი ადამიანს, ხო? წელზე რო ჩაიხუტები და ენერგიასაც რო იღებ, უკვე რო ბედნიერი ხარ. კიდევ ვიმეორებ, აქ საერთოდ სხვა საოცარ ენერგიებზე და ემოციებზე ვსაუბრობ და სიყვარულზე, მაგრამ ხო, ამ გარემოებებმა, ამ მესამე პირებმა, ამ თავდაყირა მდგომარეობამ დააყენა ზუსტად ის სიტუაცია, რომ თქვენ და სამწუხაროდ ამ კაცმა მიიღო ისეთი გადაწყვეტილება და თითქოს რაღაცნაირად სამყაროს მიანდო, ნახეთ, სამყაროს მიანდო, რომ როგორც იქნება, მაგრამ ვერ იქნება, თუ ხელს არ გავანძრებთ, არც არაფერი არ იქნება. ეხლა ზოგმა შეიძლება მითხრათ, მე ყველაფერი გავაკეთე, იქ ხდებოდი სამსახურთან მივედი. ეგ არ არის ბრძოლა, ჩემო ძვირფასებო, მაგით ადამიანს უფრო მეტად აღიზიანებთ. პირიქით, საერთოდ არ უნდა გამოჩნდეთ, მაგრამ საქმე უნდა გაკეთდეს. ბრძოლა აუცილებლად. სავალდებულო არ არის სამსახურთან იდგეთ და მიაკითხოთ სახში, ეგ უარესია, შეიძლება თავში რაღაც ჩაგარტყათ მაგ დროს. აქ ვბრძოლობთ სხვანაირად, ამიტომ მაგ საკითხებზე უკვე პირადში მომართეთ. წესით, ამ ვიდეო გაშლას ვინც უყურებს, ეხლა რომ დასრულდება, ზუსტად იქიდან მაქსიმუმ 5-10 წუთში უნდა, როგორც კი რო უყურებს, უნდა მოიწეროს ჩემთან პირადში, იმიტომ რომ იმედენად საოცარი გაშლა არის და თქვენთან ერთად მეც ჩავიფიქრე ჩემი თავი, ხო გითხარით? რომ ვერ გეტყვით შინაგანად, ეხა იმდენად იმოქმედა ამ ვიდეომ, რომ ჩემზეც პირადად, რომ ცრემლები მომადგა, იმიტომ რომ აქ იმხელა გრძნობაზეა საუბარი, აქ იმხელა მეც თქვენთან ერთად ჩავიფიქრე და რა თქმა უნდა ჩემზეც მოქმედებს, ხო ეს ვიდეო ჩემოსაყვარლებო. ნახეთ მეორე იმპერატორი. დავიწყეთ გაშლა იმპერატორით და მეორე დასტის იმპერატორით, რას გრძნობს თქვენს მიმართ. და ალბათ მე ვფიქრობ, რომ ერთგვარად ეს გამოცდაც საჭირო იყო, ხო, რომ გაგვევლო. მართლა გამოცდების გარეშე არ ხდება, მაგრამ მარტო გამოცდა არ არის, ვისთანაც კიდევ ვიმეორებ მაგიური სიტუაციაზე მოქმედებები იყო, აუცილებლად გადმოდით ჩემთან, რომ მდგომარეობა რამდენად ხელმოსაკიდია, მაგასაც გეტყვით, კონსულტაციას უნდა ვნახო. რა თქმა უნდა, ეხლა ზოგი პირდაპირ წერს, რომ ესე მოხდა, ეს მინდა. ვერაფერს ვერ გავაკეთებთ და სანამ ჯერ არ ვნახავ, ხო, სიტუაციას ეხლა 60 წლამდეზე ხო უნდა ვნახო, რა ხდება, იქნებ მატყუებთ, ხო? სუდად არ ვიძახი, მაგრამ მაინც გავიგებ ხო, რა სიტუაციაა და რა მდგომარეობაა ცოლთან მართლა გაშორებულია, არ არის გაშორებული, ხო? რამდენად უნდა დაგეხმაროთ, არ დაგეხმაროთ, ამიტომ კიდევ ვიმეორებ, ზოგს წინს ხოლმე, ხელს რო არ ვყიდებ რაღაც საქმეს, ამიტომ ყველა ვარიანტში პირად კონსულტაციაში უნდა გადმოხვიდეთ და ჩემო ძვირფასებო გრძნობები. კიდევ ერთხელ ვეკითხებით, 3 ჯერ, მესამეჯერ კიდე არ მომიღია, ამოვიღე უფლისწრეთ არ მომბრუნებია. ეხა ერთ რაღაცას გეტყვით. მე ვიდეოებში ნათქვამი მაქვს, რომ მამაკაც რამდენი ქალიც არ უნდა ყავდეს, იმპერატორად მხოლოდ ერთთან გრძნობს თავს. ზუსტად ამის თქმა მინდა. მხოლოდ თქვენთან გრძნობს თავს იმპერატორად. არ ვიცი როგორ ჩანს ამან მოიარა, გადაიარა, წინ და უკან იარა, აქეთ იქით, ხო ხდებით ერთი ნაპირიდან მეორეზე იბოდიალა, არ ვიცი, იცით რეები აკეთა, თითქოს რომ რო დაშორდით მერე რომ იქაც წავიდა, იქაც აქეთ იქით რო დადიან, ხო ხდებით რომ დაძრწიან, მაგრამ მიხვდა რომ ის ვერ ნახა ვინც მას ჭირდებოდა. მიხვდა რომ ის ადამიანი ვინც მას ჭირდებოდა თქვენ იყავით. მიხვდა რომ ის ქალბატონი რომელიც ემოციას აძლევდა თქვენ იყავით და მიხვდა რომ თქვენს იქით ამ ადამიანს გზა აღარ აქვს. მე გაოცებული ვარ დღევანდელი გაშლით, მე აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი გაშლით. პირდაპირ გადმოდით პირად კონსულტაციებში ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ რაღაცნაირად გამახარა ამ გაშლამ და რატომღაც მგონია რომ კარგსკე, ანუ კი შეიძლება რაღაცა ისეთიც ამოვიდეს რომ გითხრათ, ეხლა მე წინასწარ აგითხრათ, ხო, ეს არის საჯარო, ეს რამდენადაც მეტი უყურებს, მით ნაკლებად რეზონირებადია, ხო? ამიტომ 1000-დან შეიძლება 2-ზე რეზონირდეს.
მაგრამ აი იმდენად ნახეთ სიტუაცია როგორი მდგომარეობაა შეხედეთ რომ აეროფანტის აი თითქოს ასე შეგიხვეწებათ რაღაცას მოვადრო და ესე უბრალოდ ამას დახმარება ჭირდება ეხლა გეტყვით რატო ჯობია დავიხმაროთ და თუ აქ რამის შემეძლება მე ყველანაირად გორჩი დაგიდგებით და დაგეხმარებით რომ ის რაც წლების მერე უნდა მოხდეს დაგვიანებული არ იყოს რა თქმა უნდა ჯობია რომ დავაჩქაროთ ხო და დროულად ადამიანი მაინც უყარხართ ადამიანს და ადამიანი იმპერატორია თქვენ და რა თქმა უნდა ჯობია რომ დავეხმაროთ და დროულად და თქვენს ბედნიერი ზაფხული ასე ვთქვათ უკეთესი ზაფხული გქონდეთ და ყველას უკეთესი ზაფხული ხო ვიცით რომ ზაფხულის ენერგიები მე მოყვება ზუსტად შემოდგომა ზამთარს და ზუსტად იმ ენერგიებით მოვდივართ ხოლმე მთელი წელი და რატო უნდა ჩაიშხამოთ ხო ჩემო საყვარლებო ამიტომ თუ რაღაცას გრძნობთ რომ ეს თქვენია ეს გაშლა თქვენია ხო აი ეგრევე დასრულდება თუ არა მომწერეთ მაქსიმალურად ვეცდები უბრალოდ დღეს ხო ახუჩაბათი ამაღამ და ხვალე სავარაუდოდ ეს ორი დღე ანუ სუდაკავებული მაქვს დღეს და ხვალე ფიზიკურად ვერ მექნება ხვალ ფიზიკურად არ ვიქნები ასე ვთქვათ სახში მაგრამ აი შაბათი კვირა აუცილებლად ორ შაბათი მაქსიმალურად მივაბავ აი ვისაც ენდომება დღესაც შემეხმიანეთ ვისაც მოვასწრებ დღესაც და ვისაც არა ხო გეუბნებით ერთადერთი პარასკევი ხვალინდელი დღე არ მექნება კონსულტაციები და არც მენდები ფიზიკურად არ ვიქნები სახში დანარჩენი შაბათი კვირა უშაბათი მიგიბავთ აი მართლა მივაბავ არა უშავს მე ესე ვათენებ და მიჩოული ვარ მაგრამ უარს არ გეტყვით არავის მაქსიმალურად დავიღლები მაგრამ ასე ვთქვათ ეგრევე ვეცდები რომ იმავე დღეს თუ არა მეორე დღეს კონსულტაცია მქონდეს თქვენთან იმიტომ რომ ეს იმდენად საოცარი გაშლა რომ ზუსტად ვიცი როგორ აკანკალებთ და როგორ შინაგან ფორი აქვს დაგაწყებინებთ ეს გაშლა აქ ძალიან დიდ გრძნობებზეა აქ ძალიან დიდ ემოციებზეა აქ ენადგამება ისეთ შეგრძნებებზეა საუბარი და კიდე ერთხელ ვიღებ რას გრძნობს თქვენს მიმართ მამაკაცებო ვინც მეყურებთ ნახეთ თქვენ საპირისპიროთ ხო ვიცით ხო ჩემო ძვირფასებო დიდი მადლობა მამაკაცებიც ძალიან ბევრი მყავთ სმენდებზე სხვა შორის ტაროს შესწავლებზეც ამიტომ ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩემო ძვირფასებო ნდობისთვის მამაკაცებს განსაკუთრებული მადლობა მე მაპატიეთ გვიან მაგრამ გვიან მიდრე არასდროს და ანუ მოიგებთ საპირისპიროთ ანუ ქალბატონზე ჩაიფიქრებთ და კიდევ ერთხელ გრძნობები და აი არ ვიცი შოკში ვარ შეხედეთ აი შინაგანად აბსოლუტურად დავიღალე მთელი ემოცია გადმოვეცი მაგრამ და ზუსტად ვიცი რომ აი როგორ გითხრათ რეალურად თქვა 3 კონსულტაცია 4 რაც უნდა მქონოდა მე ხა საჯარო გაშლაში ვტოვებ აი ამ ენერგიას მე ხა რა შინაგანი ენერგიებით და რასაც მე ხა უშვებ თქვენთან თქვენ ნახავთ როგორი მაგარი შედეგები იქნება და პლუს ამას ხო დარწმუნებული ვარ რომ პირადზე გადმოხვალთ ეგრევე დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი იმიტომ რომ ესეც უნდა იყოს რომ ზუსტად პირადით უნდა გავიგოთ ხო რა ხდება როგორანაირად რომ აი ასე ვთქვათ შევუტიოთ სიტუაციებს და ადამიანი აი ამ საწყის მდგომარეობას დაუბრუნოთ როგორც იყავით თქვენ ერთ-ერთი თქვენი სულის ნაწილი ერთმანეთის სულის ნაწილი უბრალოდ 10-იანი ხმლებით ადამიანი იმყოფება მომაკვდავი როგორ ნახეთ იქ ტრანსფორმაცია იქ 9-იანი ხმლები 10-იანი ხმლები იქ ნახეთ მთვარე შველა უნდა ამ ადამიანს უნდა შველა თორე თქვენ თვითონ ვენახავთ როდესაც ვიმუშავებთ შეხედეთ სიტუაციები როგორ შეიძლება დაჟე არ არის გამორიცხული ფრთხილად იყავით განერვიულებულზე საერთოდ არ ჩაალაგოს და სადმე არ წავიდეს ამიტომ ძალიან გთხოვთ მე პირადად გეუბნებით მე ჩემი ადამიანობიდან გამომდინარე გეუბნებით თორე თქვენება თუ გნებავთ საერთოდ სხვასთან გაშალით მე პრობლემა არ მაქვს უბრალოდ პირადი კონსულტაცია ამაზე საჭიროა რაღაცებს გეკმავს ამ განერვიულებულზე და სადმე არ წავიდეს ამიტომ და სულ არ დაკარგოთ ეს ადამიანი. ნუ ჩემი რჩევა და ზოგადად რომ ძალიან დიდ ემოციებზე აქვს საქმე და ერთს გეტყვით ძალიან მარტივია დაკარგვა, მაგრამ შენარჩუნებაზე რთული არაფერი არ არის ამიტომ აქ სიამაყე დაივიწყეთ, ყველაფერი დაივიწყეთ, ეხლა მაგის დრო არ არის და სხვა რამეში გამოვიყენოთ ეს სიამაყე და შეუდგეთ საქმეს, ხო? ნახოთ რა ხდება. უკვე პირადში, როდესაც გავშლით და რჩევაში რა იქნება და აქ უკვე სიტუაცია რჩევა. აი თქვენი რჩევა. მუშაობა და მუშაობა, აი შეხედეთ.
ეგოისტობა იმდენად დიდია, იმდენად ემოციურადად და ეგოისტურადად ერთმანეთთან მიბმულები ხართ, აი იშვიათად რომ ესე ერთ-ერთში ვინმე დამიჯდეს ჩემო ძვირფასებო იმპერატორს, რომელსაც ღმერთების მეფისთვისებები აქვს, რომელიც აი ესე გაბედნიერებთ და რჩევაში ნახეთ რას გეუბნებათ, ნახეთ რა გვიკეტავს რვიანი ხმლები, ვიცით ხო რაც არის, ნახეთ რა საოცრებაა ტარო, დავიწყეთ ცხრიანი ხმლები, ტრანსფორმაცია, თვარე და ნახეთ რა გვიხურავს პირდაპირ ერთ-ერთში მაგიის ქვეშ მყოფი ადამიანი. ანუ რას გვეუბნება ტარო, რა გააკეთეთო, იმუშავეთო. ესე იგი როგორ უნდა ვიმუშაოთ, აუცილებლად სჭირდება პირველ რიგში რა თქმა უნდა დაცვა უნდა დაიდოს, უნდა მოიხსნას ადამიანს ეს სახვევი, ხელები, ფეხები, ყველაფერი მარტო წმენდები არ შველის. მე არ ვიცი ვის მიმართავთ, აი გუშინაც მყავდნენ რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც სხვასთან ჰქონდათ, რომლებსაც ბოდიში თენადან სხვასთან ჰქონდათ წმენდები და ჩემთან გადმოვიდნენ იმის გამო, რომ მარტო წმენდა არ შველის, არ იხსნება მარტო წმენდით, ჩემო ძვირფასებო. ნახეთ, მარტო წმენდა არ შველის. თუ დაცვა არ დაიდო, თუ საქმე არ გაკეთდა, თუ ბლოკები არ ჩავხსენით და ჩიხები და თუ მეესნიფთები არ გადმოგეცით და არ გავაკეთეთ საქმე, ცარიელი წმენდა და ლოცვა მხოლოდ არ შველის, მე ამას ვერ მოგატყუებთ. ეს არის ზღაპარი, ძალიან კარგია, რა თქმა უნდა იდეალურია. წმენდები არის კიდე კარგი, როდესაც რომ მოხსნით ყველაფერს, აი ეხლა მყავს მე 3 თვეში ერთხელ ვაკეთებთ ხოლმე, იმიტომ რომ მოხსნილია და წმენდებით უკვე კიდევ ეხმარებით, მაგრამ როდესაც მაგია, როდესაც ჩაკეტვაა, როდესაც ჩიხებია, ამასთან თუ არ ვიმუშავეთ, ამასთან თუ არ დავდეთ დაცვა, ამასთან იმედენ ნივთებს ვაძლევ, როდესაც მე თქვენ გვხვდებით, რომ რა გაკეთეთ და რა უნდა გაკეთდეს და მე თქვენ როგორ უნდა მომეხმაროთ, არ ვიცი, აქ იმდენ რამეზეა საუბარი, ეხლა ესეზე პირად რა გითხრათ, ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ გადმოგზავნდეთ, მომწერეთ პირადში და ჩაგიგდებთ, აი დაახლოებით რაზე ვსაუბრობ და გეტყვით. და მე შეადარეთ მარტო ლოცვა და წმენდა და იმ ნივთებს, რასაც მე გაძლევთ და გადმოგცემთ. ამიტომ პირდაპირ ერთ-ერთში თუ გიღირთ ეს ურთიერთობა და მე ვფიქრობ, რომ გიღირთ. მე ვფიქრობ, რომ აი ეს ემოცია, რამხელა ემოციაც ეხლა ამ ყველაფერთან გაკავშირებთ და რა ემოციაზეც მე ეხლა ვისაუბრე და რაზეც იმპერატორია ეს ადამიანი, მე არ ვიცი, აქ როგორ უნდა დაკარგოთ ესეთი პიროვნება, ხო? რა თქმა უნდა, რომ არ უნდა დაკარგოთ. თქვენი ნება, მაგრამ იმდენად საოცარი გაშლა იყო, იმდენად დადებითი ენერგიები მივიღე, რა თქმა უნდა, უარყოფით იცი, იმიტომ რომ დავინახე აქ აგერ ფრჩხილები ნახეთ, რას მიგავთ სანთლებისგან და იმისგან. რავი, საშინელება არ გეგონოთ მაინც, იმიტომ რომ ყოველ ღამე თითქმის მწვანე, წითელი, თეთრი ფერადი სანთლებით ნახეთ რა დღეში მაქვს. ანუ აქ ისეთ სიტუაციაზე გვაქვს საუბარი, აქ მარტო წმენდა არ შველის. წმენდებთან ერთად კეთდება მოხსნაც, დაცვის დადებაც და მე უკვე გვხვდებით და ამ ნივთებს გაძლევთ. ამიტომ ამას სჭირდება დრო, ამას სჭირდება ენერგია, ლოცვებს შორის დღეები შუალედებია, გაითვალისწინეთ და მე კიდევ ვიმეორებ. 15-დან ვეღარავის ვეღარ მივიღებ ვერც წმენდებზე და ვერც ბლოკების ჩახსნებზე და ასეთო და ისე. ამიტომ გაითვალისწინეთ ჩემო ძვირფასებო. და თუ მივიღებ, თუ ვინმეს მივიღებ, ნახეთ 15-დან საქმეს ავიღებ, რომ ჩამოვალ მერე, კი ბატონო, ვინც დამელოდებით არ არის პრობლემა. ჩამოვალ და მერე დავიწყებ. ანუ 4-5 აგვისტოდათ. ამიტომ დროულად და დროულად ტაროს სწავლებაზეც, ბლოკებზეც, ჩიხებზეც, მესამე პირის მოხსნაზეც დროულად, რაც მალე მითუკეთეს. ეს იყო დღევანდელი კონსულტაცია საჯარო. ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ რომ გრძნობები რადგან არის, იქ გადარჩენა შესაძლებელია. დამიკავშირდით პირადში, WhatsApp-ი, Viber-ზე, YouTube-ზე ვტოვებ ნომერს, TikTok-ზე პირადში ვწერთ. ძალიან მიყვარხართ ყველა, გაფასებთ, გელოდებით პირად გაშლილზე წესით, მე ვფიქრობ, რომ როგორც კი ამ ვიდეოს ნახავენ, ეგრევე კი არ შემოხვალთ WhatsApp-ზე, ჩემთან და TikTok-ზე, შემოცვივდებით. იმიტომ რომ მეც თქვენთან ერთად გამიხარდა, რასაც უყურეთ, თორე აქ რო გრძნობები და ემოციები არ ყოფილიყო, აქ აზრი არც ქონდა. ხო, აღარაფერს, ეგ ისე ადამიანურად შეიძლება რომ დაიხმაროთ, თორე თქვათ და მოხსნა გავუკეთოთ, მაგრამ
როცა რო გრძნობა არ არის, მარტო მოხსნას გავუკეთებ და ეგ იქნება, მაგრამ აქ როცა გრძნობებია, ესე იგი აქ რაღაც იმედი არსებობს და იმედის ნაფერწყალი არსებობს. რა თქმა უნდა, თუ გიღირთ. ამიტომ კარგად დაფიქრდით, ნახოთ პირადში, რომ პირად კონსულტაცია კიდე სხვა არის, იქ იქნება რაც გვეუბნება ტარო და იმის მიხედვით გადავწყვეტოთ. მიყვარხართ ყველა ემიგრანტებო, თქვენ განსაკუთრებულად კიდევ დიდი მოკითხვა ჩემგან, დიდი პატივისცემით ყველას, მადლიერებისთვის დიდი მადლობა. ეხლა დაგემშვიდობებით დროებით, მიყვარხართ ყველა.